მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია ტელეკომპანია სეზონი, დღის შემაჯამებელი გადაცემით ჩვენ ეხლა ვადევნებთ თვალყურს პირდაპირ ეთერში რაც ხდება სომხეთში. ესე იგი, მე არ ვიცი, მე სიმართლე რო გითხრათ, მეგობრებო, სიმართლე რო გითხრათ, მე მეგონა რომ ჩვენ უშვებდით ძალიან დიდ შეცდომებს, მაგრამ ეხა აი მეზობელ ქვეყნებს რო უყვირდები, ასეთი განცდა მაქვს, რომ თლათ ისე წყალწაღებულ მდგომარეობაში ჩვენ არ ყოფილვართ. ესე იგი 26-27 ივნისს სომხეთში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც დააყავეს მაღალი რანგის სასულიერო პირები და ოპოზიციური მოძრაობის წარმომადგენლები. ყველაზე ხმაურიანი იყო ტავუშის მიტროპოლიტ ბაგრატ გალსტაიანის დაკავება, მას და მის მხარდამჭერებს ბრალათედებად შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ. და დღეს ესე იგი ოპერაცია ტარდება, მე მინდა ახლა განახოთ ეს კადრები ეჩმიაძინის მონასტერში, ხედავთ თქვენ აი ამ კადრებს, გავუშვათ, მთლიან იმაზე გავუშვათ ეს კადრები, ესე იგი აქ მიდის, ესე იგი ოპერაცია ტარდება ეჩმიაძინის ტერიტორიაზე და ამ ტერიტორიაზე ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა სპეცრაზმი შეიყვანა სომეხთა ეკლესიის სულიერ ცენტრში, რაც მკვეთრი პროტესტის მიზეზი გახდა ეკლესიის და საზოგადოების ნაწილში. პრემიერ-მინისტრი ნიკოლა პაშინიანი ღიად აკრიტიკებს ეკლესიის მაღალ იერარქებს და საუბრობს იმის შესახებ, რომ ესე იგი ეკლესიას იყენებენ იმისათვის, რომ მათ სახელმწიფო გადატრიალებაში მიიღონ მონაწილეობა. აი ეს პროცესები არის სახიფათო, არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის და ასევე სომხეთისთვის, არამედ მთელი რეგიონისათვის და ამ ყველაფრის უკან დგას დასავლეთი, მეგობრებო, იმიტომ რომ კარგად ვიცით პაშინიანის ხელისუფლებაში მოყვანა და მისი მოქმედებები სწორედ დასავლეთს უკავშირდება და ეხლა როდესაც აი ამ პროცესებს ჩვენ უყურებთ, აი კადრებში ხედავთ ამ ყველაფერს, ეს აი მე ვფიქრობ, აი თუ ეს ყველაფერი გადაყლაპა ამ სომხეთის საზოგადოებამ, სომეხმა ერმა, როდესაც მათ სულიერ ლიდერს, ეხა აი მათ კათალიკოს, ეხა სომხეთში გრიგორიანები არიან, მართლმადიდებლური ეკლესია არ არის ჩვენს მსგავსად, გრიგორიანები არიან, მაგრამ ამშვე ქრისტიანები არიან, ხო? ხო და აი ხა წარმოგიდგენია თქვენ რეები ხდება, რომ ესე იგი პირდაპირ მიდის ეკლესიაზე შეტევა. ამ კაცმა, რომელმაც წამოიწყო ეს რაღაცა ჩართო ომში, ტერიტორიები დაკარგა, სომხეთის გენოფონდი ფაქტობრივად გაანადგურა. და ეხლა აგერ დაიწყო შეტევა ეკლესიაზე და უნდა დაიჭიროს მთელი ეს სასულიერო პირები და აგერ ეხლა მარგარიტა სიმონიანი აკეთებს განცხადებას, რომ თურქეთიდან დაბრუნებულმა ეფენდი პაშინიანმა დაიწყო სომეხთა კათალიკოსის წინააღმდეგ ბრძოლა და სომხებო, ცხოვრებო სომხეთში, რას ელოდებით? სანამ თქვენ თავებს არ მოგაჭრით პაშინიანი და თქვენს ქალიშვილებს იმაში სხვადასხვა იმ დაწესებულებებში, გარყვნილ დაწესებულებებში არ გაუშვებს? როგორ მოხდა ეს ჩვენ ისტორიაში? განგაში ზარებს ჩამოჰკრავს კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი. ფილიპ კირკოროვი აცხადებს, რომ აი სამუელ კარაპეტიანი არის ბიზნესმენი, რომელიც ასევე დაკავებულია. სამუელ კარაპეტიანი არის ბიზნესმენი რუსეთში, მოღვაწეობდა და ჩამოვიდა იქ, დაიწყო მანაც გარკვეული მოქმედებები და ამ კირკოროვმა გააკეთა განცხადება, რომ თხოვს, რომ პაშინიანს გაანებოს თავი ეკლესიას და გაანებოს თავი აი ამ ბიზნესმენს. და ჩვენ ნახეთ კადრები ასევე
სომხეთის უშიშროების სამსახურის კადრები, რომლებშიც ნათლად ჩანს ამოღებული იარაღი და არ ვიცი ხა ეს იარაღი რამდენად ეკუთვნოდათ ეკლესიის და რამდენად იყო ეს სომხეთის ბიზნესმენები ჩართული, მაგრამ ეს არის დასავლეთის მიერ ვაბანგზე წასვლა. ეხლა ერთადერთი პაშინიანს გარკვეული აი მოწინააღმდეგე ყავდა ეს სომხეთის პატრიარქი და სასულიერო პირები. აი მადლში როდესაც ომი მორჩა, სხვათა შორის კენჭსაც იყრიდა იქ მე მგონი არჩევნებზე და ძალიან აი აქ იკითხება ის რომ ამ ყველაფრის უკან დასავლეთი ხელები ურევი და პაშინიანი სხვათა შორის აი ამ არეულობაში რუსეთს ადანაშაულებს და ამბობს რომ ესენი რუსებთან არიან კავშირში, აი ეს კარაპეტიანი და ეს სომხეთის აი ეს ეკლესიის მსახურები, რომ ისინი ყველაფერი აი ეს რაც ახლა მის წინააღმდეგ ხორციელდება სომხეთში, ეს არის რუსეთიდან წამოსული. და უნდა ითქვას, რომ ესე იგი ეს პროცესები შეიძლება მე შემდგომში ვიღაცას კონდეს სურვილი საქართველოშიც გადმოვიდეს. აი რატო არის ჩვენი გადაცემის სათაური დასავლეთის სახიფათო თამაშები. ეხლა თუ სომხეთის საზოგადოება საერთოდ რაღაცა გარკვეულწილად მე არც ერთი ქვეყნის საქმეებში არ ვერევი და არც ჩემი კომპეტენცია თვითონ გადაწყვიტონ იქ როგორ და რანაირად, მაგრამ თუ ესეც გადაყლაპეს მათ, რომ ეხლა იცით რა არის ეკლესიაც და საერთოდ ეკლესია არის ცოცხალი ორგანიზმი. ქრისტეს გარდა შეუცდომელი არავინ არ არის ქრისტეს გარდა. თვით ის წმინდანები 12 მოციქული ხედავდა იმ სასწაულებს უფლისა და მაინც ცოდავდნენ, ანუ წარმოგიდგენია თქვენ და ეხლა იქ ეხლა ის აბრალებს კათოლიკოს რომ შენო სომხეთის კათოლიკოს რომ ამას რომ ბავშვი ყავსო გააჩინაო და ამით უბიწოება დაარღვიაო და ადანაშაულებს კათოლიკოს და შენო გადადიქიო წადიო მიდანო და ეხლა შევიდა სპეცრაზმი შეიყვანა კაცო იმაში ეგ რეზიდენტზე ანუ რა უნდა მას რომ ყველაფერი დაიმორჩილოს იმიტომ რომ წინააღმდეგობა საწყდება და დასავლეთს აი ხა ეს ბევრისგან მოვისმენი ამ ნაციონალებისგან აი ესე უნდა გააკეთო ჩვენ საპატრიარქოშიცო ეხლა აქ რო იყოს საქართველოში მათი გარკვეული აი ეს მხარდამჭერები თქვენ ერთი რამე იცოდეთ იგივე პროცესები საქართველოს საპატრიარქოს წინააღმდეგ იქნებოდა ეს არის დასავლეთის უკვე ვაბანგზე წასვლა იმიტომ რომ მათთვის მიუღებელია ეს გრიგორიანი იქნება მართლმადიდებელი იქნება ყველა რწმენასთან დაკავშირებულ საკითხებში როდესაც საკითხი ეხება რწმენას ისინი ყველაფერს ანადგურებენ და ეხლაც აქ ეხლა თქვენ როგორ ფიქრობთ პაშინიანი აი ამ პროცესებს დაიწყებდა დასავლეთიდან მას რო არ კონდეს გარკვეული აი მხარდაჭერა. ეხლა მთელი ხალხია გამოსული, აწფოთებულია. ეხლაც მიმდინარეობს პირდაპირ ეთერში პროცესები უკვე აი მღელვარება და თუ ეს მართლა კიდე ესეც გაატარა სომეხმა ერმა, მაშინ მართლა არ ვიცი სომხეთს მართლაც უკვე არავითარი პერსპექტივა არ აქვს როგორც ერად დარჩეს. შეიძლება იქ რაღაცა დარღვევებია, მე არ ვიცი, იქ რაღაცა პრობლემებია იმ ეკლესიაში, სომხეთის ეკლესიაში, ეხლა ნამდვილად არ მაქვს სურვილი სომხეთის ეკლესიის საკითხები გავარჩიო და არც მაგის კომპეტენცია გამაჩნია, მაგრამ ფაქტი ერთი არის, რომ რამდენი რამე უნდა გაუტარონ ეხლა ამ პაშინიანს ტერიტორიები დაკარგა, ხალხი ჩახოცა ესე იგი იქა მე აგერ ეხლა ესე იგი კათალიკოსის წინააღმდეგ მიდის კიდე ხო და არ ვიცი აი ეს ყველაფერი ძალიან დიდი სახიფათო თამაშია ამას შეიძლება გამოიწვიოს ის რომ თუ კი მართლაც თავმოყარეობა გააჩნია ამ ხალხს უნდა რაღაცა გარკვეული ზომები მიიღონ იმიტომ რომ ეხლა რაღაცა არის ხელშეუხებელი ინსტიტუციები არის არსებობს და არ უნდა შეეხო მათ და ამ კაცმა ეს დაიწყო მაგრამ ეხლა მოდი ამას თავი დავანებოთ პაშინიანს თავი ეს არის დასავლეთის მეთოდები მეგობრებო გახსოვთ ეკლესიას რო დააჯახეს იქა იმას რა ვქნა მანქანა დასავლეთმა კი ბასიმ კალავიშვილი გაკვეთილი იყო მაგრამ ვინაიდან მათ წინააღმდეგობას უწევდა ბასიმ კალავიშვილი ესე იგი გამოიყვანეს სასულიერო პირები და ცემეს იქ მრევლი და რა უქნეს
დღეს იგივე პროცესები არის. იგივე პროცესები არის. და ეს პროცესები არ ვიცი სადამდე მიიყვანს დასავლეთის მარიონეტს პაშინიანს. კი ჩავიდა იქ ლავროვი ჩვენ ნახეთ და მადლობებიც უთხრა, მაგრამ ეს არის ორმაგი თამაში. ეხლა რუსეთი ძალიან კარგად ხვდება, რომ პაშინიანი ორმაგ თამაშს თამაშობს. და როგორც ჩანს, თვითონ რუსეთშიც არენდობია პაშინიანს და არც ხალხი არენდობა. დღეს ჩვენ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვექნება საუბარი ჩვენ სტუმრებთან ერთად. ხო, ჩვენი გადაცემის სტუმარი არის სოლიდარობა მშვიდობისათვის პოლიტიკური საბჭოს წევრი ბატონი გიორგი ირემაძე. მოგესალმებით ბატონო გიორგი. მოგესალმებით ბატონო ნიკოლოზ. მადლობა მოწვევისთვის. აი თქვენ როგორ შეაფასებთ ამ პროცესებს, რასაც ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალყურ სომხეთში? მივესალმები პატრიოტულ მაყურებელს. ესე იგი ძალიან მძიმე კადრები ვნახეთ ჩვენ ახლა ეს აბსოლუტურად გეთანხმებით რომ პარალელის გავლება შეიძლება სააკაშვილის რეჟიმის დროს, როდესაც დასავლეთის წაქეზებით ადგილობრივმა რეჟიმმა პირდაპირ ეკლესიის წინააღმდეგ გადადგა ის ნაბიჯები, რაც სიტყვაზე იგივე იმ მანქანის დაჯახება ეკლესიაზე, ეკლესიის კარზე და ასე შემდეგ. და ეს არის პირდაპირ მიმართული მაშინ ქართული ხალხის წინააღმდეგ იყო, სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ იყო მიმართული და იგივე ხდება დღეს სომხეთში. მე ვფიქრობ, რომ ეს ხდება იქიდან გამომდინარე, რომ ესე იგი დასავლეთს იგივე deep states არ გამოუვიდა ირანისა და ისრაელის ასე ვთქვათ ირანისა და ისრაელის მეშვეობით ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაღვივება და მათ გადაწყვიტეს რომ კავკასიაში აურიონ სიტუაცია. პაშინიანს იყენებენ როგორც ასე ვთქვათ იარაღი იმის სიტუაციის ასარევად და მათ შორის კონფლიქტი აზერბაიჯანთან კონფლიქტის გასაღვივებლად. და როდესაც ქვეყნის შიგნით ხდება მსგავსი რაღაცა აუცილებლად პარალელურად იმ ქვეყანასთან რომელთანაც იყო სულ რამდენიმე წლის წინ კონფლიქტი შესაძლოა არის ამ ასე ვთქვათ სიტუაციის დაძაბვა რეგიონში და მათ შორის მცდელობა რომ საქართველოს გარიონ აი ამ დაძაბულ სიტუაციაში და აბსოლუტურად გეთანხმებით რომ შესაძლებელია რომ მცდელობა კონდეს იგივე აი ამ ლიბერალურ ძალებს რომ საქართველოსიც იგივე გაიმეორონს, თუცა დღეს ბატონი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ყობახიძის განცხადება, როდესაც ის მოხსენებით გამოდიოდა პარლამენტში, მან პირდაპირ განაცხადა, რომ ესე იგი სახელმწიფო არ დაუშვებს დედა ეკლესიის წინააღმდეგ ანუ დედა ეკლესიის დაკნინების ნებისმიერ მცდელობას აღკვეთავს სახელმწიფო და არ დაუშვებს ამას. ეს იყო პირდაპირ გზავნილი იმ ლიბერალური ძალების მიმართ, რომლებიც შეიძლება გეგმავდნენ იგივეს საქართველოში. რა თქმა უნდა, მათი ხელი რადიკალური ოპოზიციის ხელით შეიძლება სიტყვაზე იყოს რაღაც გარკვეული მცდელობები, რა თქმა უნდა, სახელმწიფო დონეზე მათ ეს არ გამოუვათ და პირველ რიგში ქართული ხალხი ამას არ დაუშვებს. როგორც თქვი, ესე იგი ეს მცდელობა იმას უკავშირდება, რომ ესე იგი ირანსა და ისრაელს შორის არ გამოუვიდათ მათ კონფლიქტის გაღვივება ახლო აღმოსავლეთში და მათ შორის კავკასიაშიც შეიძლება გადმოზრდილიყო ეს კონფლიქტი და მცდელობა გაგრძელდა უკვე სომხეთში, სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის სამომავლო გაღვივების გასაგებია. ბატონო გიორგი, თქვენ დაგიბრუნდებით, ჩვენ ეთერში ბევრი დრო გვაქვს კიდე ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროთ. ეხლა ჩაგვერთვება ჩვენ ეთერში პუბლიცისტი, ისტორიკოსი ბატონი დიტო ჩუბინიძე. მოგესალმებით ბატონო დიტო. საღამშვიდობისა, მივესალმებით თქვენ მაყურებელს დიდი პატივისცემით. აი ხა ჩვენ უყურებთ რა ხდება სომხეთში. ეხლაც ამ წუთებში არის საკმაოდ დიდი მღელვარება. მე არ ვიცი ეს კაცი, ეს ეხა მე არის ხელწერა იმისი რაც ჩვენ ნახეთ სააკაშვილის დროს, როდესაც ესე იგი მანქანა დაარტყეს იმას, ვამაბასილის ეკლესიას, გამოიყვანეს ძალით
სასულიერო პირები, აი დაახლოებით ის სცენარი მიდის სომხეთში ეხლა. და არავინ არ დაიჯერებს იმას, რომ ამას პაშინიანი დასავლეთის გარკვეული მხარდაჭერის გარეშე ხა სომხეთში კათოლიკოს პატრიარქი არის ხელშეუხებელი და მას რო ეხები, ეს უნდა კონდეს ძალიან დიდი ზურგი. შევიდნენ სპეცნაზი შევიდა დღეს ძალით გამოიყვანეს სასულიერო პირები, მაგრამ ხალხმა მერე ესე იგი არ მისცა საშუალება და ყველაფერა ჩვენ რატო გვაქვს ფოკუსირება სომხეთზე. დასავლეთს იგივე სცენარის გაკეთება უნდა საქართველოშიც. უბრალოდ ეხა ხელისუფლება სხვა თორე აქ ეხლა სააკაშვილი რო იყოს, იგივეს გააკეთებდეს, სხვათა შორის ნაციონალებისგან მომისმინე რომ აიო პაშინიანი რასაც აკეთებსო, იგივე უნდა გაკეთესო აქაცო ჩვენთანო საპატრიარქოშიო, იმიტომ რომ ესენი არიან ისეთები და ასეთები. აი რა შეფასებას გაუკეთებდით თქვენ აი ამ პროცესებს, რომელიც აი დასავლეთმა დაიწყო საფათო თამაშები საერთოდ კავკასიაში უკვე. რამდენიმე წლის წინათ თბილისში პეკინის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ თუ შეიძლება ასე ითქვას სამომსახურეო დაწესებულებაში, ნუ რესტორანში რა, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ერთი ცნობილი ქართველი მოვიდა, ახალგაზრდა კაცი, განათლებული, მწერალი, პუბლიცისტი, ამერიკაში ნაცხოვრები, მერე საქართველოში გადმოცხოვრებული. ნუ ხშირად ხედავთ ჩვენ ამ ადამიანის რაღაც ესე იგი ფსიქიატრიულ გამოსვლებს, ხან ტელევიზიის წინ დარბოდა, ხან ქუჩაში წვებოდა, ასე შემდეგ, აი შემდეგ. ეს კაცი დაკავშირებულია ამერიკის სპეცსამსახურებთან. მას მოყვა ვიღაც წვეროსანი, შავგვრემანი, დაბალი, ჩოფურა, ახალგაზრდა კაცი, რომელიც გაგვაცნო თავის უახლოეს მეგობრად და სომეხ სტუმრად. ნუ ეხლა მივიღეთ ჩვეულებრივად ის კაცი ჩვენ რაღაცა იქეთ ხო და მეტი არაფერი. გავიდა რამდენიმე წელი სომხეთში სერჟ სარქისიანის რეჟიმი ემხობა, მოკლედ რევოლუციის ქარბორიამ დაბერა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში და რას ვხედავ? ეს კაცი, რომელიც თბილისურ რესტორანში გაგვაცნეს როგორც სომეხის სტუმარი, ვხედავ რომ რუგზაკით, ხელში წყლის ბოთლით და მეგაფონით დარბის ერევნის ქუჩებში და მოუძღვება წინ მრავალათასიან აქციას. მაშინვე შემოვიტყვი თავში ხელი და მივხვდი რომ დამთავრებული იყო სომხების ამბავი და დაკარგული ჰქონდათ ყარაბაღი, იმიტომ რომ ეს კაცი იყო აშკარად ამერიკული პროექტი, CEREUS აგენტი, თუ შეიძლება ასე ითქვას, თუ რა ვიცი ხა ვისი აგენტი, ყოველ შემთხვევისათვის ამერიკის სპეცსამსახურებთან დაკავშირებულმა კაცმა წარგვიდგინა ჩვენის და ნათქვამია რომ მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინა ხარო და აი ამ პრინციპიდან გამომდინარე მათ ჰქონდათ გარკვეული სულიერი ერთობა, ესე იგი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან მიმართებაში. ასე რომ რაც ხდება სომხეთში, ბატონ ნიკოლოზ და ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეს არის კარგად დაწერილი სცენარის გაგრძელება, ეს არის თუ შეიძლება ასე ითქვას მეორე სერია, რომლის თანახმადაც უნდა მოხდეს ისტორიული და მაღალკულტურული სომეხი ერის დენაციონალიზაცია, მთლიანად დანგრევა მისი სახელმწიფო სისტემისა, იმიტომ რომ თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ სომეხი ერი ეს არის სომხეთის მონოფიზიტური ეკლესია. ეს არის ფაქტობრივად, მათ აქვთ ფაქტობრივად ეროვნული ეკლესია. ესე იგი, როგორც ჰენრი მერვემ ინგლისის მეფემ შექმნა ნაციონალური ეკლესია ანგლიკანიზმი, აი შეიძლება ითქვას, რომ სომხური გრიგორიანელობა ეს არის სომეხთა სარწმუნოება. სოფლიოში სულ თითზე ჩამოსახლებელი შეიძლება იყოს სხვა ხალხები, რომლებიც ამ რელიგიას აღიარებენ და მონოფიზიტობას იზიარებენ. ესენი ძირითადად არიან სომხები, ეს არის მათი ეროვნული სარწმუნოება, მათი ეროვნული რელიგია. ამდენად შეტევა სომხეთის საპატრიარქოზე და ეჩმიაძინზე, ეს არის რა თქმა უნდა შეტევა სომეხ ერზე და მე ვფიქრობ, რომ პაშინიანი ამ შემთხვევაში ასრულებს გარკვეული ძალების, ბნელი ძალების დავალებებს და ამ შეტევის ფინალი რა იქნება ღმერთმა უწყის, მაგრამ ფაქტია, რომ მისმა გაუაზრებელმა
პოლიტიკამ სომხეთს კისერი მოატეხინა ყარაბაღის ომში და დააკარგინა ძალიან სერიოზული ტერიტორიები, დაათმობინა. სომხეთის სახელმწიფოებრიობა ბატონო ნიკოლოზ დგას რუსეთის სამხედრო და გეოსტრატეგიულ ინტერესებზე. თუ კი არ იარსებებს რუსეთის სამხედრო ინტერესები როგორც ინექცია სომხეთის სახელმწიფოებრიობის მაცოცხლებელი ინექცია სომხეთი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო არსებობას შეწყვეტს. ამიტომ იყო რომ სომეხი ერის რჩეული შვილები ლოცავდნენ და ადიდებდნენ იმ დღეს, როდესაც რუსის ჯარისკაცმა სომხეთის მიწაზე დადგა ფეხი. და სომხეთის სახელმწიფოებრიობის მკვდრეთით აღდგომის პროცესი დაიწყო 1829 წლის ანდრიანოპოლის რუსეთ-თურქეთის ზავის შემდეგ. თორე მე-11 საუკუნის 50-იანი წლებიდან უფრო სწორად 1045 წლიდან სომხეთმა როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა და ბიზანტიის იმპერიამ ის ჩაყლაპა, ხოლო ნაწილი კიდე საქართველოს დაქვემდებარებაში გადმოვიდა. ასე რომ სომეხერს ჩვენს მეზობელ სომეხერს უდგას დიდი განსაცდელი, ეს არის ჭინკების შემოსევა სომხური მონოფიზიტური ეკლესიის საპატრიარქოს წინააღმდეგ და მე ვფიქრობ რომ სომეხი ერი, რომელიც ქართველი ერის მსგავსად არის მრავალჭირნახადი და ბევრი უბედურება აქვს მათ ჩვენსავით გამოვლილი, აი ამ განსაცდელს გაუძლებს, გადაიტანს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს. რა განცხადებას აკეთებს აგერ პაშინიანი? აშკარა გახდა თუ ვინ პროვოცირებდა კონფლიქტებს დედა ეკლესიაში. დაინახეს რომ სამართალდამცველები პროვოკაციებს არ ნებდებოდნენ, ამიტომ მათ ერთმანეთთან ბრძოლა დაიწყეს. შეტაკებები არ იქნება. სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის მორწმუნე სამწყო ქრისტიანულად გაათავისუფლებს თავის საკურთხეველს. დედა საკათედრო ტაძარს და საპატრიარქოს მის უწმინდესობას გადასცემს. აშკარა თუ რატომ იმალება ის სამართალდამცავებისგან, თუ სასამართლო ერთ ან ორთვიან პატიმრობას დააკისრებს, როგორც იცხოვრებს უწმინდესობა ცოლის გარეშე. ანუ ესე იგი ეს კაცი უკვე აშკარად ხა მე არ ვიცი ხა ეკლესია არის ფაქტობრივად სახელმწიფოში. იქ პატრიარქი განაგებს როგორ და რანაირად უნდა. ამ კაცს ესე იგი ჩაიგდო ხელში ძალაუფლება და ეხლა გადაწყვიტა რომ იქ ესე იგი თვითონ დანიშნოს ვინ იქნება რა აბა ხა ვერ გავიგე ხა როგორ შეიძლება ეხლა ესე დაიჭირო ადამიანი ჯერ ვინ სად არის მტკიცებულება ცოლთან ცხოვრობს. ეხლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეხლა მე არ ვიცი განწყობები სომხეთში შეიძლება მართლაც ვიღაცა უკმაყოფილო იყოს კათოლიკოსის მოქმედებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეხლა როგორ ჩვენთან არ შეიძლება რომ სახელმწიფო ჩაერიოს ესე აი ღიად ესე ხისტად. იქ შეიძლება სასულიერო პირებმა გამოთქვან. ეხლა იქ რო ყოფილიყო ბუნტი რაღაცა თვითონ ეკლესიაში შიგნით დაპირისპირება მოხდარიყო, ეგ სხვა არის. რომ აი მაგალითად გამოსულიყო სასულიერო პირები და ეთქვათ რომ აი ეს კაცი უნდა წავიდეს, ეგ სხვა არის, მაგრამ როცა საერო პირი ესე მოქმედებს, ეს ეხლა არ ვიცი, მაშინ ეხლა ჩვენ არ ვიცი ეს რამხელა ის არის, აი რამხელა ამ კაცს ის აქვს ხარდაჭერა დასავლეთისგან, რომ ამაზე წავიდა. გეთანხმებით ბატონ ნიკოლოზ, ეს არის პროექტი ნიკოლ ფაშინიანი, ეს არის პროექტი, სპეცსამსახურების პროექტი. მას რამდენჯერმე მოუწყვეს გადატრიალება, იყო მცდელობა, მაგრამ ყოველთვის ეს კაცი გამოვიდა გამარჯვებული. ესე შემთხვევით ეს დაახლოებით იმას მაგონებს, მე შევარდნაძეს რომ ტერაქტებს უწყობდნენ, თუ ტერაქტებს თვითონ იწყობდა და ყოველთვის რო ცოცხალი გამოდიოდა. როგორ ფიქრობთ, ეხლა თქვენ ვინ აფრთხილებდა მას? ვინ აფრთხილებდა ის, ვისი აგენტი იყო? ამერიკის სპეცსამსახურები. ამ მოსალოდნელი საფრთხეების შესახებ და ხდებოდა ამ საფრთხეების განეიტრალება. მე არ ვიცი ახლა ეს პაშინიანი ამას რამდენად გაუძლებს ბოლომდე და რამდენად არა, მაგრამ მე მერწმუნე თქვენ რომ ეს ძალიან ცუდად დასრულდება მისთვის პირადად და საერთოდ ეს სომეხი ერისთვის თუ ეს კონფლიქტი გაიწელა დროში და არ მოხდა მისი ლოკალიზება, ეს ძალიან ცუდ შედეგებს გამოიღებს და ეხლა ჩვენთვის მეზობელი სახელმწიფოა და სომხეთში ეხლა სხვის ქვეყანაში ატეხილი ჭირიოჩო, ხო იცით, ჩვენ ქვეყანას მუდამ უსრულავლებდა, როგორც კონსტანტინე გამსახურდია წერს და ეს ჩვენთვისაც არ არის კარგი. მე გავითვალისწინოთ ისიც, რომ საქართველოში უამრავი სომეხი ცხოვრობს. ჯავახეთი ფაქტობრივად
მონოეთნიკური რეგიონია და მოსახლეობის 99% გასომხურებულია ხეს პასკევიჩის დამსახურებით 1830-31 წლებში ეს რაც დაგვემართა ჩვენ ეროვნული ტრაგედია და უბედურება და ერთ დღეში შეიცვალა ჯავახეთის ეთნიკური რუკის სურათი ეგ ხო ვიცით არა ხო და ასე რომ ეს ჩვენთვისაც არ არის კარგი იმიტომ რომ ძალიან აქტიური კავშირებია, სისხლისმიერი კავშირებია. აქ ნაცნობები ყავთ, გადადიან, გადმოდიან, ასე რომ ჩვენ ბატონო ნიკოლოზ იცით რა არის? ეხლა მე აი უარ თქვა არ შემიძლია. ესე იგი გეუბნებით ლამის ტვინში სისხლი ჩამექცა და მგონი წნევა მაქვს აწეული. ისეთი ინფორმაციები და ისეთი ციფრები მომაწოდეს საქართველოში აი ამ უცხოტომელთა აი მიგრანტების ესე იგი რაოდენობის შესახებ მათი ქონებრივი მდგომარეობების, მასი უძრავი ქონებების ფლობის შესახებ აქ დოკუმენტურ მასალებზე არის. ჩვენ დაღუპულები ვართ, გეუბნებით რა. თუ ჩვენ განგაში არ გამოვაცხადეთ 900,000-მდე უცხოელი ცხოვრობს საქართველოში და ეს არის ძირითადად იმ ქვეყნების წარმომადგენლები, რომელთა შობადობა დემოგრაფიული, ესე იგი ზრდის ტემპი ნახტომისებურად ვითარდება და ესე იგი გეუბნებით 5-6 წელიწადში ჩვენ უკვე საქართველები ვართ უმცირესობაში 3,900,000 კაცი რო ცხოვრობს საქართველოში აქედან 1,300,000 400,000 გამოდის მხოლოდ ქართველი დანარჩენები უცხოელები დაღუპულია ყველა დეველოპმენტული კომპანიის უკან თურმე დგას არაბული ფული ჩინური ფული ეს რაც შენდება ეს კორპუსები ეს უზარმაზარი ისინი რა თქმა ეს ქართველებისთვის არ შენდება ეს შენდება ჩემი და თქვენი შვილების მომავალი მტრებისთვის რომლებიც დღეს და ხვალ დღეს არიან გაჩუმებულები მაგრამ ხვალ ისინი გეუბნებით რომ არ იქნებიან ჩუმად და ქართველებს გარეკავენ აქედან აი როგორც იმ ქართულ ლექსია და სიმღერაშია შესანიშნავი ქართველი პოეტის წყინვალე თინათინ მღვდლიაშვილის ხმალი ავლესოთ ქართველო მე არ მოუწოდებ ვინმეს რა თქმა უნდა რომ ეხლა ვიღაცებს დავერიოთ ჩვენ ქუჩაში მაგრამ თუ ხელისუფლება თელი ქართველი ერი რაღაცა საგანგებო რეჟიმში არ გადავიდა ჩვენ ვართ დაღუპული ესე იგი ორშაბათს იქნება ასავალ დასავალში ეს ინტერვიუ გამოქვეყნებული და მე გეუბნებით რომ მე აი გეუბნებით სუდათავარ რა აი გეუბნებით აი შვილებს გეფიცებით სუდათავარ ისეთი ინფორმაციები მივიღე რომ დაღუპულია ქვეყანა რა გეუბნებით რა არა ეხა ქვეყანა არის დაღუპული არა მე ეხა დღეს სხვათა შორის პარლამენტში დაისვა კითხვა პარლამენტის დეპუტატმა ნინო წილოსანმა დაუსვა კითხვა პრემიერს რომ იქნებაო რაღაცნაირადო ყველაფერი გაკეთდეს დემოგრაფიული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და მე ქალბატონ ნინოს მინდა მიუმართო და ყველას დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის არის საჭირო რომ ჩაიკეტოს საზღვრები იმ მიგრანტებისთვის რომლებიც აი ჩვენ დემოგრაფიას პირდაპირ ურტყამენ იმიტომ რომ თუ ჩვენ დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორება გვინდა უცხოტომელები კი არ უნდა შემოუშვათ აქ არამედ პირიქით ჩვენი ხალხი ჩვენი ქართველობა უნდა იმას ვთქვათ რაღაც წავახალისო და მე აი ამ პროცესებს ბატონო დიტო ვადარებ იმ პერიოდს როდესაც საქართველოში იყო ტყვეთა ყიდვა აი როგორც მაშინ იმის გამო რომ ფული ეშოვნა იმ ნაძირალა ფეოდალებს რომ ესე იგი ამ ფულის შოვნა იყო განსაზღვრული იმაზე, ვინ რამდენ ტყვეს გაყიდიდა. დღესაც ადამიანები ფაქტობრივად ეხლა მას აღარ ყიდიან, რა ქვია, რა თქმა უნდა, ცოცხალ ადამიანებს, მაგრამ ყიდიან ქვეყანას. აი ამ უძრავი ქონების გაყიდვით, მიწების, აი ამ ბინების ეს იგივე ტყვეთას ყიდვა, იმიტომ რომ შენ როდესაც ეპატიჟები ამას, ეს უარესია კიდე იმაზე. უარესია. ბატონო ნიკოლოზ როგორც იმაზე უარესი არის იმაზე ტყვეთა ყიდვაზე უარესია იმიტომ რომ ისინი გადიოდნენ რა თქმა უნდა ქართველებს ყიდა ამათ შენ პირდაპირ უშვებ აქ პირდაპირ უშვებ იმის გამო რომ რომელიღაცა დეველოპერმა 100 ბინა გაყიდოს თავის კორპუსში ესენი არიან აი ვინც აი ამ დეველოპერული კომპანიების უკან დგას ესენი არიან თანამედროვე ტყვეთა მყიდველები ესენი არიან მოღალატეები იმიტომ რომ ისინი ლობირებენ მაშინაც იმერეთის მეფე ვერ მიდიოდა ესე იგი ჩვენი მეფეებიც ვერ ახერხებდნენ ამ ტყვეთას ყიდვის იმას რა ქვია აკძალვას იმხელად მძლავრი იყო ეს მერკეტები და იმხელად ისეთი მექანიზმი მე გეუბნები თქვენ პირდაპირ რა აი ამ დეველოპერების ხელმძღვანელებს ვაფრთხილებ რა
საქართველოში ისე ნუიზამთ, რომ აი თქვენი დეველოპერული კომპანიის ამ წეებზე ჩამოკიდოს თქვენ ხალხმა რა. ესე იგი ყველა აი ამ კომპანიის უკან დგას არაბული ფული. ესე იგი ეს ჩინური ფული შემოდიან, ქვეყანა არის დაღუპული. 900,000 უცხოელი ცხოვრობს საქართველოში, კაცო. და 5 წელიწადში გახდებიან 3 მილიონი დაამთავრდა შენი საქართველო. ან გადაცემები რა თქვინდა, ან ტელევიზია რა თქვინდა, ან გაზეთი რა თქვინდა. რაზე ვლაპარაკობ საერთოდ? რა აფხაზეთი ის იმ ხალხმა უშველა მე მგონი თავის თავს. გაასწრო ამ უბედურებას. უშველეს იმათ იცოდნენ ჩვენ რა ბედოვლათებიც ვიყავით. იცოდნენ რომ ჩვენ გავყიდით მიწებს, ქართულ მიწებს, არაბებზე, ირანელებზე, ავღანელებზე, ინდუსებზე. იცოდნენ აბსურებმა და ოსებმა რა ბედოვლათებიც ვიყავით და გაასწრეს. თავიანთი შემოიფარგლეს. თავიანთი პატარ-პატარა საქართველოები და გაასწრეს საკედან და გვიყურებენ ახლა შორიდან და ჩვენ აქ დღეში ჩავვარდებით. აი გეუბნებით აქ ისეთი ამბავი ატყდება ქუთაისელებიც არ იყოს დედაშვილს ვერ აიყვანს ხელში რა გეუბნებით რა 5-ზე კაცი საქართველოს გადასარჩენად 5-ზე კაცი საქართველოს გადასარჩენად 900,000 არაბი ინდუსი ინდოელი ავღანელი ჩინელი ცხოვრობს საქართველოში ქონება ესე იგი უძრავი ქონება რაღაცა მარჟა აწიეს ვითომ 150,000 დოლარამდე თუ რაღაცა ეს არაფერი არ არის მაგათთვის ეს არის უმდიდრესი ქვეყნები ნავთობით დიდარი ქვეყნები განსაკუთრებით ეხა საუდის არაბეთი და ასე შემდეგ აი შე ჩინეთი ესე იგი ჩინეთმა უკვე წაახალისა თავისი მოქალაქეები თურმე და 50,000 დოლარის ნაცვლად უკვე 75,000 დოლარს აძლევს ესე იგი იმ ჩინელს რომელიც კი უცხოეთში დააპირებს ცხოვრებას და ესენი აქ 150,000 დოლარიანი უძრავი ქონება თუ ექნება უცხოელს აძლევენ უკვე ბინადრობის უფლებას ორი ჩინელი რო ჩამოვიდეს საქართველოში ჩინეთის სახელმწიფო იმათ უკვე 150,000 დოლარს ჯიბეში უდებს ესე იგი საქართველოში უძრავი ქონება და ბინადრობის უფლება აქვს დაღუპულია ქვეყანა აი ამ დეველოპერებმა დაღუპეს ქვეყანა გეუბნებით და აქ შეიძლება მოხდეს ბაქტრიონის აჯანყება და აი მაგ ამ წევრზე ჩამოკიდებ თქვენ ქართველი ხალხი გეუბნებით რა მე რას ვფიქრობ იცი ოხრად დაგწებათ ყველაფერი გეუბედურებო არა გამოსავალი რა ისთვის შენდება ეს კორპუსები რისთვის შენდება სად არის ამდენი ქართველი საქართველოში რისთვის აშენებთ ამ კორპუსებს გეკითხებით არა რისთვის აი მაგათთვის შენდება კაცო ზოგიერთი ნაძირალა გამოვა მერე ექსპერტად წოდებული და იტყვის რომ არა კაცო არაფერია ესენი სასწავლებლად ჩამოდიანო ჯერ ეგერთი სასწავლებლად არ ჩამოდიან რა სასწავლებლად ბატონო ნიკოლოზი კორპუსები შენდება კორპუსებზე კაცო სად არის ამდენი ქართველი საქართველოში არა ხოდა რას ვიძახ იცი ჯერ ეგერთიც ეხლა აი სასწავლებლად ეს მაგათი ფულით შენდება ყველაფერი მაგათი ფულით არა გავიგე მაგრამ ჯერ ეგერთიც ეხლა იყურეთ სასწავლებლადაც რო იყვნენ ეხლა რამდენი ქართველ ბავშვს უნდა მაგალითად უცხოეთში სწავლა ესე ადვილი ხო არ არის ჯერ ეგერთიც იმ სწავლას რო უშვებ კაცო არ მინდა იქნება ეს პაკისტანელი რო შემოვიდეს აქ სასწავლებლად კაცო ის შეიძლება იმიტომ მოდის აქ სასწავლებლად რომ აი ზუსტად ბინადრობა მიიღოს და აქ ცხოვრების უფლება მიიღოს რახან სასწავლებლად მოდის ესე იგი всё კარგები უნდა გაუხსნათ ყველას ეხლა აქ რო ავღანეთი დაიძრას აქ რო ირანი რო დაიძრას და თქვას რომ მე სასწავლებლად მინდა რა შუაშია ეხლა შენ ბოდიში და აღარც ტურისტულად ახარ მიმზიდველი უკვე იმიტომ რომ ყარს ყველაფერი ეს ქვეყანა ყარს ავტობუსში შეხვალ ყარს ტაქსში ჩაჯდები ყარს სადმე შეხვალ ყარს არც ჰომოფობი ვარ არც არავის იმას არ ვაყენებ შეურაცხყოფას მაგრამ საქართველოს ის რაღაცა ტურისტული პოტენციალი რო გააჩნდა ისიც დაიკარგა უკვე იმიტომ რომ არც ერთი აქ რუსი და ბელორუსი არ ჩამოვა იქ რო ბოდიში ჯგუფ-ჯგუფად დაინახავს ამათ უკვე რა ვინ იმას იზამს ერთი ვინ გიჩამოვა აქა თბილისი გაიწო ყიზილბაშებით კაცო დადიან ეს ჩალმიანი ყიზილბაშები ეს შავშავი ხალხი მე მათ აქვს თავიანთი კვების რაციონი თავიანთი კულტურა აქვს ეს არის აბსოლუტურად იზოლირებული სხვა კულტურაა ბატონო ნიკოლოზ მათ სხვა კვების რაციონი აქვს მე არ ვლანძღავ კაცო მაგრამ ხარს მართლა თქვენი თქმის არ იყოს სუნი აქვს არ ვიცი იქ შავ ყვითელ ყვავილს ჭამენ თუ რა ჯანდაბას ჭამენ ამნაის რო ესე იგი აყროლებულია მთელი ამ სირცხველია ხალხო რა უბედურება ეგ არის დამოუკიდებელი საქართველო ამისთვის ვიბრძოდით ჩვენა კაცო
ეგ არის, ეხლა კანონები გაამკაცრეთ სასწრაფოდ. რა 1 მარტამდე გადაციეთ იმისთვის, რომ ამ დეველოპერებმა ფულები აკეთონ კიდე კაცო. სირცხვილი არ არის, არ აღწვენიათ, ვინახათ, თქვენ რარჯულის ხალხი ხართ, ვერ გავიგეთ. ესე მიქაუტაძესი არის ახლა ატეხილი ერთი ამბავი, რომ აი შეჭამა 600 მილიონიო. 600 მილიონი კი არა, ამ დეველოპერული კომპანიების უკან დგანან ჩინოვნიკები. აქ არის გახურებული კორუფცია. ღებულობენ ამ არაბებისგან, ამ ინდუსებისგან, ამ უცხო ქვეყნის სხვა კორეელებისგან, ვიღაცეებისგან ფულებს და შენდება ეს სათამჩენები. აი ამის უკან დგას ეს ხალხი. გეუბნებით, არაბული სოფლები გაჩნდა საქართველოში. ცხეთა, წილკანი, მუხათგვერდი, მუხაცხარო გაყიდული არაბებზე, არაბულ კომპანიებზე. ხო და ეხლა კი ჩუმად არიან ესენი ძვირფასო ქართველებო და ხმას არ იღებენ, მაგრამ 1-5 წელიწადში როცა ჩვენ გადაგვისწრებენ ესენი რაოდენობაში, აი მე ნახე თქვენ თუ ავტობუსში შეხვალთ, მაღაზიაში თუ შეხვალთ და აი ჩვენი ბავშვები თუ ქუჩაში გაივლიან. აქ დაიწყება მასობრივი გაუპატიურებები, რაც ხდება შვედეთში დღეს. და წავა ესე იგი ომი. მე გეუბნები თქვენ ქართველებო, გააფრთხილებთ გეუბნებით რა. დამთავრდება ეს ქვეყანა 5-6 წელიწადში. ეს არის ისეთი ნაღმი, ეს არის ისეთი ბომბი, რომ ამას ვერ გააჩერებს ვერაფერი თუ ხელისუფლებამ სასწრაფოდ განგაში და აი 5-ზე კაცი საქართველოს გადასარგმი არ ვიცი. აი ჩამექცა რა კაცი ისეთი რაღაცები. იმიტომ არასაჯაროებენ ბატონო ნიკოლოზ აღწერის შედეგებს, იმიტომ რომ უმცირესობაში ვართ უკვე 900,000 უცხოელი დადის საქართველოში. აქ 900,000-ზე რომელზეა ლაპარაკი, იცი? ჩვენი აზერბაიჯანელები და სომხები კი არა. ამათ დამატებული 900,000 კაცი კიდე. სხვა არაბები, ინდუსები, ჩინელები და ეს ირანელები, აი ეს ყიზილბაშები, ჩალმიანი ხალხი რო დადის რა. აი ამ 900,000-ია ლაპარაკი. ასაგებ. კარგით, მადლობთ ბატონო დიტო, მადლობთ ჩართვისათვის და ნუ საგანგაშოა და უნდა ამაზე მართლაც უნდა რაღაც მოქმედებებია საჭირო. დაგემშვიდობებით ამითი, კარგად ბრძანდებოდეთ, კარგად იყავით. ბატონო დიტო ჩუბინიძე იყო და მე ერთი რამე მინდა ვთქვა რა მართლაც რა რომ რა თქინათ ამნაირი ფული ამ ქვეყანაში თუ ქართველი კაცი არ იქნება აი რა გაგიხარებს გულს მაგრამ მე უბრალოდ ფული ვიშოვო და კიდე ერთხელ ვიმეორებ ეს თანამედროვე დეველოპმენტები არიან აი ის ტყვეთა თანამედროვე ტყვეთა მყიდველები არიან თანამედროვე იმიტომ რომ როგორც ისინი ყიდნენ ბაზარზე ქართველებს ესენი ყიდიან უკვე ქართულ მიწას, ქართულ აი ამ სახელმწიფოს, იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვიმეორებ, დღეს კაცი ხალი ყველა იმას ფიქრობს, შიმშილით არ მოკდეს. ვის აქვს იმის ფული ამდენი ბინები იყიდოს? ვის? ვისთვის შენდება ეს სახლები, ვისთვის შენდება? და ვერ გავიგე დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაზე, თუ კითხვები ისმის, დემოგრაფიული მდგომარეობა უნდა გამოსწორდეს იმითი, რომ აქ ჩაიკეტოს საზღვრები ამ მიგრანტებისათვის და ჩვენ ქართველები გავამრავლოთ და ქართველების გამრავლება როგორ მოხდება მაინტერესებს. თან მოდის მუსულმანური სამყაროსგან ეს ძირითადად, რომლებიც რა ვიცი, დავით აღმაშენებელმა და ჩვენმა დიდმა მეფებმა ყველა რწმენას პატივს ავცენ, მაგრამ ეს სისხლით მორწყული მიწა რისთვის დაგვიტოვეს? ჩვენ რო კლავაც ესე იგი გადავცეთ იმ ხალხს? საგანგაშოა ბატონო გიორგი, მე მგონი რომ აი ამ კუთხით სიტუაცია რა. დიახ, ნამდვილად არ არის ასე ვთქვათ, სახარბიელო სიტუაცია, ძალიან ისეთი ტენდენციებია, რომელიც აუცილებელი ხდის ხელისუფლებას, რომ მათ საკანონმდებლო დონეზე მიიღონ გადაწყვეტილება კონკრეტული კანონით მოხდეს დარეგულირება უკანონო მიგრაციის, გნებავთ კანონიერი მიგრაციის, რომელიც ასე ვთქვათ, საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოებრიობას რაც ბატონმა დიმიტრი ჩუბინიძემ ბრძანა და ესე იგი ჩვენს მეზობლებს რო გადავხედოთ იგივე მაგალითად რუსეთში არსებობს მსგავსი კანონი რომელიც არეგულირებს მიგრანტების შემოსვლას ქვეყანაში იგივე აზერბაიჯანში რომელსაც ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს მაგალითად პაკისტანთან მაგრამ მას აქვს კანონები მიღებული რომელიც არეგულირებს პაკისტანიდან შემოსული მიგრანტების
ასე ვთქვათ, რაოდენობას, იგივე დასაქმების მიმართულებას და იქ არ არის მსგავსი პრობლემები, რასაც ჩვენ ხედავთ საქართველოში, ხო? ეს აუცილებელია. ბატონო, გეთანხმე. და მე ყველა იმ ექსპერტს აუთხარი კიდე, ვინც ამ ხალხზე იტყვის, რომ ესენი არიან სასწავლებლად ჩამოსულიო და ამით გააправებს კიდე ამ პრობლემას რა. აი ამით შეიძლება ჯერ სასწავლებლადაც რომ მოდიოდეს ეს ვერ გავიგე პრახადნოი დვორია ეს საქართველო კაცო მე რომ სასწავლე არ მინდა ეგეთი ისა რა ქვია ეხლა აქ ვერ გავიგე რაღაცის იარლი ქვეშ რო იქნება ეხლა სასწავლებლად ვერ გავიგე ჩამოვიდეს რაღაცა შეზღუდული რაოდენობა კი ბატონო მაგრამ ეხლა მთელი საქართველო ხო არ უნდა დაიკავო კაცო ვერ გავიგე რა თან ვინ მოდის რაღაცა ეს ევროპელი რო იყოს კიდე ხო რაღაცა ხო მოდის ხალხი რომლებსაც რა ვიცი მე საფრთხე შემცველი ელემენტები არიან ესენი იცით რა არის აი ერთადერთი მექანიზმი არსებობდა ისტორიულად საქართველოსთვის რომ ესე იგი ცნობილია რომ არსებობს ქვეყნებს შორის კონკურენცია ხო ერთა შორის კონკურენცია ისტორიულს გულისხმობ და იგივე რაც ხდებოდა მაგალითად მე-18 საუკუნეში როდესაც საქართველო იყო საომარლელოდ ქცეული და ოსმალეთის იმპერია ერთის მხრივ მეორის მხრივ ირანი აქ ასე ვთქვათ იყოფდა ქართულ მიწებს და მაშინ რა მდგომარეობაში იყო ქართველი ხალხი ხო და მაშინ იგივე საკითხი იდგა რაც წინა საუკუნეებშიც და მაშინ ესე იგი ქართველმა მეფემ ერეკლე მეორემ 1793 წელს მიიღო გადაწყვეტილება და სამოკავშირეო ხელშეკრულება დადო რუსეთის იმპერიასთან ხო და იქ ამ მეთოდით ჩვენ გამოვედით იმ ურთულესი სიტუაციიდან და დღესაც ჩვენ შეგვიძლია იგივე გზით რაც ასე ვთქვათ ჩვენმა პარტიამ გასულ წელს ღონისძიებაზე თელავში, ქალაქ თელავში გამართა ღონისძიება და იქიდან მსგავსი ლოზუნგები გაჟღერდა და მე მინდა იგივე დღევანდელი რაც ჩვენ ვაკეთებთ ხო ჩვენი პარტია და თავისუფალი ტრიბუნა იმასთან დაკავშირებით რომ გროვდება ხელმოწერები რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მოწოდებით და ჩვენ გვინდა რომ ამით დავანახოთ რომ ასე ვთქვათ ქვეყნის შიგნითაც, ქვეყნის გარეთაც იყოს გაჟღერებული ის ინფორმაცია, რომ ესე იგი ქართული ხალხის საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მომხრე არის რუსეთთან პირდაპირი დიალოგისა და მე მინდა კომენტარი გავაკეთო ბატონო ნიკოლოს რამდენიმე დღის წინ ქალბატონი ნანა კაკაბაძის ასე ვთქვათ ის საკითხის გაჟღერება და ძალიან საინტერესო დისკუსია იყო იმასთან დაკავშირებით თუ რა საკითხებზე იქნება სავარაუდოდ დიალოგის დროს რა საკითხები იქნება დასმული საქართველოსა და რუსეთს შორის ოფიციალური შეხვედრის დროს და მე მინდა აღვნიშნო რომ 7 მაისს, როდესაც გაიმართა კონფერენცია ბატონი მამუკა ფიფიას ინიციატივით, ჩვენი პარტიის საერთაშორისო მდივნის ინიციატივით და შემდეგ უკვე შედგა პირველი შეხვედრა თავისუფალი გაერთიანება თავისუფალი ტრიბუნისა, სადაც კომუნიკეშიც და შემდეგ უკვე რეზოლუცია, როდესაც მივიღეთ, იქ იყო გაჟღერებული პირდაპირ, რომ როდესაც შედგება საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი ოფიციალურად სახელმწიფო დონეზე, იქ გაჟღერებული იქნება მათ შორის აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ საზოგადოება ქართულ საზოგადოებისთვის ძალიან მტკივნეული საკითხი არის აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი და ჩვენ ზუსტად ამ მიმართულებით მუშაობთ და მათ შორის მამუკა ფიფიამ წინა წელსაც და ამ წელსაც მაღალ დონეზე შეხვედრების დროს, ღონისძიებების დროს, მათ შორის სახელმწიფო სათათბიროს ეგიდით ჩატარებული ღონისძიება მოსკოვში, სადაც მამუკა ფიფიაც ესწრებოდა და იქაც პირად საუბრებშიც სადისკუსიო ფორმატის დროს იყო განხილული აი ეს საკითხი, ხო, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგის დროს უნდა იყოს აი ეს აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი განხილული. ასევე, როდესაც
რამდენიმე დღის წინ ბრესტში, ქალაქ ბრესტში, ბელორუსიის ქალაქ ბრესტში, როდესაც იმყოფებოდა მამუკა ფიფია, იქ იყო განხილული ზუსტად ეს საკითხიც, მათ შორის იქ ესწრებოდნენ ამ ღონისძიებას, ესე იგი სერგეი გლაზიევი, ბელარუსის სახელმწიფო ერთიანი სახელმწიფო მდივანი, ასევე ისეთი ცნობილი ჟურნალისტები, როგორიც არის ვლადიმერ სალავიოვი, ასევე ევგენი პრიმაკოვი, ცნობილი ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილი და დღეისათვის როსსატრუდნიჩესტვას დირექტორი და სხვა მაღალი რანგის პოლიტიკოსები, სადაც ასევე იყო გაჟღერებული აი ეს საკითხი. ამიტომ ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მუშაობთ და გვინდა რომ უთხრათ მოსახლეობას, რომ როდესაც დაიწყება დიალოგი ოფიციალურ დონეზე, ეს საკითხები, აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხი იქნება გაჟღერებული. და აქვე მინდა ვთქვა, რომ ვინც ვერ ავსებს, აი manifest G-ზე, საიტზე ივსება ხელმოწერები და 100,000 ხელმოწერა არის ჩვენი გეგმა დღეისათვის უკვე უახლოვდება 70,000 ხელმოწერას და როდესაც ეს დასრულდება, ჩვენ გადავალთ შემდეგ ეტაპზე და კიდევ ერთხელ მინდა გავაჟღერო მისამართი ჩვენი ოფისისა, სადაც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ადამიანები, ვინც შეავსებენ ბლანკებს ხელმოწერისა, ასევე ჩვენ ბლანკებზეც ვაგროვებთ ხელმოწერას და ასევე მინდა გავაჟღერო ჩვენი ოფისის ნომერი, სადაც შეგიძლიათ დარეკოთ და ნებისმიერ საკითხზე ამ ხელმოწერებთან დაკავშირებით გაგარკვევთ დეტალურად. ეს ნომერი არის 599 24 25 29 და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ და უახლოეს მომავალში ჩვენ გვინდა რომ აი როდესაც შეგროვდება 100,000 ხელმოწერა და ჩვენი მიზანი არის რომ ხელისუფლებას მივანიჭოთ, მივცეთ ასე ვთქვათ საშუალება და მანდატი, დამატებითი მანდატი რომ მათ დაიწყონ პირდაპირ დიალოგი. ეხლა ხელმოწერებზე რახან ჩამოვარდა საუბარი. მე მინდა მადლობა უთხრა უამრავ ადამიანს, რომლებსაც აი ესეთი ბლანკები შევსებული მოაქვს ჩვენთან ტელევიზიაში. თვითონ ამობეჭდეს და ვინაიდან ჩვენც ვართ ამ ყველაფერში ჩართული, ამ რეალურად პირადად მე როგორც უამრავმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა იმ 7 მაისის ღონისძიებაში, აი ესეთი ბლანკები, როდესაც რეკავთ, შეგიძლიათ ამობეჭდოთ თქვენი კომიდან, პრინტერიდან და შეავსოთ და მიაწოდოთ როგორც ბატონ გიორგის იქ ოფისში, ასევე ჩვენ შემდეგ გადავცემთ. აი ესეთი ბლანკები აჩვენეთ მაყურებლებს, არავით არის პრობლემა. საიტზე თუ ვერ რეგისტრირდებით, აგერ აი ბევრმა ადამიანმა ჩვენ მოგვიტანა, იმუშაც გაწვით ახლა, აი ესეთი ბლანკებზე შევსებული, აქ არის სახელი, გვარი, ტელეფონი, პირადი ნომერი, საცხოვრებელი ადგილი. და ესე ავსებენ ეს ადამიანები ამ ყველაფერს. და რაც შეეხება ახლა ამ სიტუაციას, მე მინდა რომ რა თქმა უნდა ეს მტკივნეული თემაა და ამას ჩვენ გვერდს ვერ აუვლით. ეხლა იცით თვალებს ვერ დავიბრმავებთ რა. ვიღაცა გამოვიდა და თქვა რომ არ არისო კაცო თრათ ეხლა ვიღაცები მაქვს წერენ კიდევაც. ხახო თქვენ ბრმა ხო არა ხარ რა. აი ხა სოციალურ ქსელში მაგალითად ვადევნებ ამ მიმოწერას და აი ხა რა უნამუსო უნდა იყო ადამიანი რომ გამოხვიდე და თქვა რომ არ არის თრათ მასე საქმე. შედელოთ რომ ქუჩაში არ დადიხარ რას ნიშნავს არ არის ეხლა ყველგან სადაც გაივლი ეხლა შეიძლება ხარაგაუში და ოზურგეთში არ იყვნენ ეგენი პაკისტანელები ყველა დიდ ქალაქში ეგენი არიან უკვე ქუჩას ვერ ნახავთ მეტროს სადგურს ვერ ნახავ ეგენი რო არ იყვნენ და რა გონია თქვენ ვერ გავიგე ეს საქართველოს რაღაცა რეზინის არის რომ გაიწელოს რა არის ასეთი ბუჭო რა დაგალევინეს ამნაირ და რა გაჭამეს ასეთი რომ ასეთი ნამუსგარეცხილები ხარ თქვენ იმ ერთი ექსპერტების არ იყო სასწავლებლად ის არიანო ჩამოსულებიო რო იძახი ეხლა მე ვერ დავიბრმავებ ამაზე თვალს რა თმიდა ან ტელევიზია ან რამე და თუ გავიხედავ და ხვალ ქართველი ვერ დავინახე რა უკვე ისეთი სიტუაცია რომ ქართველი კაცის დანახვა უნდა გიხაროდეს აი თქვენ არა გაქვთ ეს პრობლემა გამოიძახებ კურიერს საჭმელია რაღაცა გლოვოსთი და იმითი ბოვა ეს ინდოელი ან ირანელი ტაქს გამოიძახებ ბოვა ესა ეს თქვენ არაფერს არ გეუბნებათ კაცო ვინ მისცემს ქართველს გერმანიაში კურიერთან ტაქზე მუშაობის უფლება ესევე რომ მივეცით უფლება რა აქ რა უნდა იყოს შეზღუდვები კაცო ის ქართველი კაცი რო ჯვარცაცვით და ისაო ინდოელ გოგოს თვალებსო რო დააკვირდე შედალოცვილო ის კაცი საკუთარ შვილებთან ერთად ელოდებოდა იმ ხინკალს გასაგები აღშფოთდა ამოტრიალებულ მდგომარეობაში ფაქტორად გადასაგდები იყო ის ხინკალი ხო
ხინკალზე კი არ არის, ესე იგი თქვენ ვინც ჩვენ გვახჩობს იმათზე გული შეგტკივათ და ქართველი კაცი ფეხებზე კიდიათ. ლექსები დაწერეთ მიდი იმ ინდოელებზე და ირანელებზე და კიდე ისქენით პიესები და რაღაცა ისინი ვნახე ლექსები, რაღაცა სურათები. ავანტყოფები ხარ თქვენ, ავანტყოფები. ქართველი ხალხი, ქართველი ერი არის მკვდარი, მეგობრებო, მკვდარი. ერი რომელიც არ რეაგირებს არც ერთ ეროვნულ საკითხზე. ის მკვდარია, როგორც ლაზარემ აღადგინა ქართველი ერი, ლაზარემ აღადგინა, იესო ქრისტემ აღადგინა ლაზარე. ისე როგორც ლაზარე აღადგინეს, ისე უნდა აღადგინოს ქართველი ერი უფალმა. აღარ შეიძლება ამის მოთმენა უკვე რა. ესე იგი კაც ფეხებზე კითხოს საკუთარი ქვეყანა გაგიგიათ ესეთი რამე. იმ ინდოელის თვალები თურმე უფრო მეტი ღირს. ის ბავშვი ცოდოა გასაგებია, მაგრამ კაცმა აღშფოთება გამოთქვა, რატო ასაქმებთ ამა თუ არ უნდა ეთქვა, აბა რა შუაშია იმ ბავშვზე ხო ბავშვი ის კი არავინ არ ვერჩი ჩვენ და მე ადარებენ გესმით იმას მიგრანტებს ადარებენ. აიო საქართველოსდან თუ მიდის ვინმე, იქ დემოგრაფიულ მდგომარეობას არ ცვლის. არ ცვლის. ქართველები არაფერს არ ცვლიან და არც არაფერს აშავებენ. 1-2 ვიღაცა თუ რაღაცა უკეთურობა შაი. ადარებენ ეხლა. აიო თქვენო რა ქართველები რო აი თქვენ ავანტყოფებო მართლა აი ქართველები სადაც გაძღაო იქ სამშობლო ეგონაო რა. გაძეხით იქა და ეხლა იქ სადაც ახარ და უკვე სხვანაირად იყურებთ ყველაფერს ხო? რო ჩამოხვალთ და ამ ქვეყანაში საქართველოს აღარ დაგხვდებათ, მე მაინტერესებს რომელ ქვეყანაში აპირებთ თქვენ დაბრუნებას? ზოგიერთ მიგრანტს მინდა მივმართო, რო იძახით, რომ აიო, თქვენ არიცითო, აქ რო რა დღეში ვართო, ამიტომ ამათაც კარგად მოიქეთ. რა ვქნა, გაუხსნათ კარები? ეს სასწაულია რა. იცით რა არის ბატონო ნიკოლოზ, ეს მიგრანტების საკითხი იგივე არის, რაც ევროპაშიც ხდება. არა, სხვათაშორის, სანამ თქვენ იტყვით, ეს არის ბრიტანული დაზვერვის მოქმედება საქართველოს წინააღმდეგ. ეს მიგრანტების შემოსვლა არის ბრიტანული პროექტი. ეს პირველ რიგში ხელისუფლების წინააღმდეგაც არის და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამით უნდა ღელვარება გამოიწვიოს საზოგადოებაში. ხელისუფლება ვერ უწევს წინააღმდეგობას ამ პროცესებს. ამიტომ ჩვენ უნდა ავდგეთ და ხელისუფლებას გავაგონოთ ხმა ქართველი ხალხისა, რომ ჩვენ ეს არ მჭირდება 150,000 დოლარის უძრავი ქონა თუ რაღაცა არ შველი საქმეს. ჩაკეტეთ კარები, კაცო. აგერ ხვალდაზე შეიძლება კიდე განახდეს ეს ირანში ეხლა მორჩა ომი თორე ხვალ შეიძლება ისევ დაიწყოს დაბომბვა და კიდე მოგვაწყვდნენ აქა აზერბაიჯანი არ უშვებს კაცო ამ პაკისტანელებს ერთი წმენის ხალხი არიან მუსლიმები თქვენ სწორად თქვით და ჩვენ რატო უშვებთ მაინტერესებს რომელი სისხლით მონათესავე ერია ჩვენი პაკისტანი რა რამე რათესაური კავშირი გვაქვს პაკისტანთან ჩვენ ან ინდოეთთან რა გაუგება ეს არის ბრიტანული დაზვერვის გარკვეული, აი როგორც ეხლა იქ ეკლესიაზე წავიდა შეტევა, აქ ეხლა აგერ შემოგვიყარეს ეს. აი ეს მოქმედებენ, ბომბები ჩაგვიდეს. რა თქმა უნდა, ეს არის იგივე პროექტი, აი დასავლეთში რაც ხდება ხო, ევროპასა და იგივე შეერთებულ შტატებში ეხლა მიგრანტებმა გადაწვეს მთელი ქალაქები, ხო? მათ შორის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი ლოს-ანჯელესი, ხო? და იგივე ხდება ევროპის ქვეყნებში. ბრიტანეთი იქნება, საფრანგეთი იქნება, ესპანეთი, იტალია. ყველგან იგივე პრობლემა არის, რასაც ჩვენ ვხედავთ, აი დასაწყისი არის საქართველოშიც, ხო? ჯერ შემოდიან, მკვიდრდებიან და შემდეგ თავის, ასე ვთქვათ, უფლებებს ითხოვენ, საკუთარი გავლენები იზრდება, მათი გავლენები იზრდება და შემდეგ უკვე მოითხოვენ ისეთ რაღაცებს, რასაც ითხოვენ იგივე ევროპის ქვეყნებში. ხო და ეს გამოიწვევს დესტაბილიზაციას, ეს გამოიწვევს ქართველ ხალხთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან კონფლიქტს. ჩვენ რამდენიმე წლის წინ იგივე გურიაშიც, აჭარაშიც ხო ვნახეთ არა იგივე სიტუაცია, როდესაც ადგილობრივ მოსახლეობასა და იქ ჩასახლებულ მოსახლეობას შორის კონფლიქტი, ხო? ეს იქნება უფრო მასშტაბური, ხო? მე ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მე ვიძახი იმას, რა რისკებიც არის და უნდა რეაგირება მოახდინოს სახელმწიფომ და ჩვენ, როგორც ასე ვთქვათ, რიგითმა მოქალაქეებმა, როგორც პარტიის წევრმა კი როგორც რიგითმა მოქალაქეებმა, მინდა ასე ვთქვათ ავხსნა ეს სიტუაცია და ამ რისკებზე ვისაუბროთ, ხო? და სახელმწიფო უნდა გადადგას ის ნაბიჯები, რაც არის ქართველი ხალხის ინტერესები. დავით აღმაშენებელი მიწაში ტრიალებს. მის გამზირზე ქართველს ვერ ნახავთ.
საროსკიპოები და ბორდელებად არის ქცეული მთელი საქართველო რა. კავკასიის მზე იქცა კავკასიის ბორდელად. და ეს არის აი საქართველოში დღეს უკუფებს ის რაც იყო ტყვეთა ყიდვის დროს. ტყვეთა ყიდვის დროს რა სიტუაცია იყო, როდესაც გაზულუქებული რამდენიმე ასეული ფეოდალი ითფობდა თავის ჯიბეს ჩვენი ხალხის ხარჯზე. დღესაც რამდენიმე ასეული დეველოპმენტმა უნდა შეჭამოს ეს ქვეყანა. და მე სწორად თქვა ბატონმა დიტომ, რომ აი ამ წეებზე დაკიდებთ ქართველი ხალხი თქვენ. ქართულ ხალხს აქვს დიდი მოთმინების უნარი, მაგრამ აი ეს მოთმინების ფიალა რო აივსება, მაგ ამ წეებზე ჩამოკიდებთ თქვენ. თქვენ ნაძირლებო თქვენა. ბიჭო, რა არის ესეთი სისხლი, რა თქინათ ამდენი ფული? აი მიწაში უნდა წაიღოთ ეს ფული, თუ რა უნდა ქნათ, მაინტერესებს რა. რომ მოკვდებით, სად წაიღებთ, მაინტერესებს. გაგა ტანთვინ მე იქა? ვინახართ თქვენ ღორებო თქვენა რა, ვინახართ ასეთი რა. გული მიკვდება, აი, რო ხედავ იმასთან, რა ქვია, ურნებთან, რომ ქართველი, აი, კაცი რომ მივა, აი ცრემლი მახჩობს რა, რომ მივა და იმას ურნიდან რომ იმას პულსა მოიღებს და რაღაცა საჭმელს. აი ბნელ ეპოქას რო მაშვებოდით. იმ კომუნისტურ ეპოქაში გინახიათ მათხოვარი ქართველი თქვენ? ან თქვენ გინახიათ, ეხლა მე ყველა პროფესიას პატივს ავცემ. აი ეგრეთ წევდებულ, აი სამზარეულებში მიმტარებად ქართველი არ მუშაობდა. დამლაგებლად ქართველი არ მუშაობდა. ეს იმას კი არნიშნავს, რომ ეს პროფესიები ცუდია. ქართველი იყო მოწინავე პოზიციებზე, აქ სულ სხვა ტიპის ხალხი მუშაობდა. ქართველი წელში რა მშიერი ქართველი არ არსებობდა. და გინახიათ თქვენ ნაგვის ანუ ეს დასუფთავების სამსახურში ქართველი გენახათ როდესმე? უარ ყოფილა ეგეთი შემთხვევა. ანუ ესეთი არ იყო ეგეთი შემთხვევა. იმიტომ კი რა რომ სხვა ერებს პატივს არ ავცემ ან პროფესიებს, ყველა პროფესია არის ვენაცვალე, იმ დამლაგებელსაც ვენაცვალე გულში იმ მასა დასუფთავების ყველას ვენაცვალე. მაგრამ მე ვამბობ რომ სისტემა ისე იყო აწყობილი მეთქი რომ ქართველი კაცი იყო ყველაზე რეალურად წელში გამართული ადამიანი. და დღეს არის ქართველი ყველაზე უფრო ჩაწიხლული. აი ეხლა სასტუმროებში რაღაცა მეგობარი რაღაცა მინდოდა რაღაცა სასტუმროს ფასები გავარკვიე, მეგობარი ჩამოდის და აი რო ვიძახით, ვიღაცები რო იძახით რომ აი ჩადით იმაში ბაკურიანში, იცით რა კარგია? ჩადით ბათუმში. რანაირად უნდა ჩავიდეს 2000 ლარი ღირს ერთი ნომერი. 500 ლარზე ნაკლებ ერთ ნომერს ვერ ნახავ. 500 ლარი ერთი დღე რო ღირს იქ ვინმე ჩავა და დაისვენებს. მე მაინტერესებს ეს სასტუმროები, ეს ყველაფერი ქართველებისთვის რატო არ არის განსაზღვრული. კაც რო ხელფასი ექნება, აი აფთიაქში რომ მუშაობს, მაგალითად ის რა ქვია, ადამიანი ფარმაცევტი. 800 ლარი რო აქვს ხელფასი. ოჯახს როგორ წაიყვანს დასასვენებლად გეკითხებით. წაიყვანს? რა თქმა უნდა ეს არა, 500 ლარი რო ღირს ერთი დღე სასტუმროში წაიყვანს? ხო ვერ წაიყვანს. ამიტომ ეს ქვეყანა ჩვენ აღარ გვეკუთვნის უკვე კარგა ხანია რა. აღარ გვეკუთვნის. და გული მიკვდება ამ ქართველებს რო ხედავ რა. და აი ამ არარაობებს გული არ უკვდებათ არა. და მე სოციალურ ქსელში დებენ, ესე იგი ეს მათი ბოდიში და მეუღლეები თუ საყვარლები, მე ვიყიდე, მე ვისვენებ ბალიზე, მე ვისვენებ ესპანეთში, მე ვჭამ ამას, შევა რესტორანში, ვის ახარბებთ, ვის საქართველოს შიმშილობთ, ვის ახარბებთ, მაინტერესებს. და განსაკუთრებით მე იმ ბოდიში და ზოგიერთი ჩინოვნიკის მეუღლეს და იმას ოჯახის წევრს მე სირცხვილი ამ Facebook-ზე ამ რაღაცებს როდებ. თქვენ გონიათ თქვენ რო ისვენებთ იმ ბალიზე და თქვენ რო ისვენებთ საფრანგეთში ის უბრალო ადამიანი ქართველი წავა 1000 ლარი რო აქვს ხელფასი? წავა იგი დაისვენებს? ვის ახარბებთ თქვენ? ვის ამითი ვერ გავიგე. აი ეს არის ქაჯობა პროვინციალიზმის ისა რა. მე წავედი მივირთვი ისა. მე ეხა იმ დღეს გამოვიდა კიდე მე 14000 ლარიანი ის ვიყიდე ჩანთა.
ესე იგი, როგორ ესენი აღმოჩნდნენ, ესე იგი, ტვინით გაჯერებულია და ჩვენ რატო, ესე ქართველი ხალხის 80% ყოფილა, ესე იგი, სულელი, რომ ფული ვერ იშოვა და ესენი ეს 20 კი არა 10%-იც იქნება, 20 სად იქნება, რომ ესენი აღმოჩნდნენ ყველაზე ჭკვიანები. გატყობ თქვენ? გამოსავალი არის ერთადერთი იმაში, რომ ესე იგი, საქართველოს უნდა შეცვალოს საგარეო კურსი. არა, ეგ ეხლა გლობალურად არის, ბატონო გიორგი, საგარეო პოლიტიკა უნდა შეცვალოს, მაგრამ ბიჭო ეხლა იმ საგარეო პოლიტიკასთან კავშირში ის ყوار არის რომ ელემენტარულმა ჩინოვნიკმა და იმეს რა ქვია ეგრეთ წოდებულმა გაზულუქებულმა ხალხმა ის რო არ უნდა შეახარბოს ადამიანებს გაჭირვებაში ეს ხო ელემენტარულია მაგას და გლობალური პოლიტიკაა. რა თქმა უნდა ეს მე გულისხმობ ყოფით საკითხებზე ვლაპარაკობ თორე ის რა თქმა უნდა. კი ბატონო ის ესე იგი საგარეო პოლიტიკაც და სისტემური საგარეო პოლიტიკის ცვლილება სისტემურ მიდგომასაც ცვლის და კონკრეტული ჩინოვნიკიც აღარ იქნება იმაზე ორიენტირებული რომ ბალიზე დაისვენოს და იმის მაგალითად მიხედოს ნუ გვახარბებს რა ნუ გვახარბებს დაისვენოს კი არავინ არ უშლის საცა უნდა ის დაისვენოს მაგრამ არ შეიძლება შენ რომ ესეთ ქვეყანაში ცხოვრობ ხო რაღაცა ხო უნდა მიხვდე არა როცა საქართველოს უჭირს ხო ის არ უნდა იყოს იქითკენ მიმართული რომ ასე ვთქვათ გადააბიჯოს ამ ბარიერს და თვითონ იცხოვროს ისე როგორც არ ცხოვრობს რიგითი მოქალაქე ხო და მით უმეტეს არ უნდა დაახარბოს აბსოლუტურად გეთანხმებით ეს არის სისტემური მიდგომა სისტემური ცვლილებები არის საჭირო და ამისათვის უნდა შეიცვალოს საგარეო კურსი იმას გულისხმობ რომ საქართველოს სვლა დასავლეთის მიმართულებით აჩენს ზუსტად იმ ჩინოვნიკებს და იმ ასე ვთქვათ იმ მიდგომას რაც ღუპავს ქვეყანას და საქართველოს რიგითმა მოქალაქემ არ უნდა იგრძნოს რომ ის არის მან უნდა იგრძნოს რომ საკუთარ ქვეყანაში არის და არა სტუმრად ხო და უნდა ისარგებლოს ყველა იმ სიკეთით რაც არსებობს დღეს საქართველოში და არა ისე რომ გაიაროს იგივე ცათამბჯენები იქნება თუ ფეშენებელური რესტორნები თუ სასტუმროები და ამ დროს ის ახლოც ვერ მივიდეს ხო და ვერ იყიდოს იგივე ის პროდუქტი რომელიც მას ჭირდება ყოველდღიური მოხმარებისთვის. აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა შევცვალოთ კურსი, მე ვგულისხმობ იმას რომ ეს დასავლური ლიბერალური კურსი, ნუ ეხლა ხელისუფლებამ შეცვალა ასე ვთქვათ ანუ კონსერვატორული კანონები მიიღო და ხელისუფლება მიდის საჭირო კურსით, მაგრამ უნდა შეიცვალოს ძირეულად და ჩვენ უნდა დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთთან, დავალაგოთ ურთიერთობა ბელორუსთან და ყველა იმ ქვეყანასთან, რომელიც ევრაზიული კავშირის წევრი არის. აი ხა მე ამ სოციალურ ქსელს ვადევნებ თვალყურს, ეხლა ვიღაცა ირაკლი წერს, არაფერი გაჭირვება არ არის საქართველოში, ყველაფერი არა, ყველაფერი აქვს. აი მაქსიკეთი და მაქსიმართლით იარე შენ ვინ გვარი არ გიწერია ვინცა მე მაინტერესებს ეხლა ეს ხალხი საქართველოსდან რომ მიდის ან კაი ცხოვრებისგან მიდის აბა მიდის შედი 800 ლარი რო აქვს მაინტერესებს აი ფარმაცევტს 1000 ლარი რო მასწავლებელს აქვს მაინტერესებს ეს არის კარგი ცხოვრება შე უნამუსო შენა აი ეს ვინც ირაკლი ხარ ახლა ერთხელ რო შეხვიდე მაღაზიაში 200 ლარს დატოვებ და ვერც გაიგებ რა იყიდე საერთოდ. ეს არის კაი ცხოვრება. მე გეუნებით მაგალითებს 500-400 ლარიგის ერთი დღეს ასტუმრო იმაში ბათუმში და ქობულეთში. და დაისვენებ მაინტერესებს. 1 კილო ხორცი რაღიც მაინტერესებს. რანაირად იცხოვრებ, შეუპატრონო კარგად ახლა რა. იქ უცხოეთში გასაგები არავინ მზედამთვარეს და ოქროზოდებს არავინ არ იმაშვება რა ქვია არა ხვედრებს ქართველებს მაგრამ 10 ჯერ მეტი იაფი არის საჭმელი ვიდრე აქ და ელემენტარულად იქ შეიძლება ბინების ფულს ვერ აგროვებენ მაგრამ ყოველ შემთხვევაში საჭმელის პრობლემა მაინც არ აქვს იქ რომ გამოიკვებონ და დღეს ადამიანებს ხორცი არ უყიდიათ წლებია საქართველოში ხორცი და ყველა თავის საზომით როგორ ზომავს მაინტერესებს ეს ვინ არის ეს უნამუსო ადამიანები სადან მოდიხარ რას გავალებენ ასეთი სისულელები რო წეროთ ხორცის და ტელევიზორიდან მე აი მაღიზიანებს მაგალითად ის საკონდიტროები და ესენი რო სკოლებთან არის განლაგებული იცი რატო აი დამშეული ბავშვი რო გამოვა სკოლიდან და დედამისი რო ვერ ატანს ფულს ეს არის კაპიტალიზმის ის ესე მოგებაზე ძალიან პატივს ავცენ ყველა საიმას რაღაცა თავის ბიზნესი აქვს კაცო იმას რას ვერჩი მაგრამ 5 ლარი რო ერთი ცალი ხაჭაპური ეღირება
იმას დედამ როგორ უნდა გაატანოს და ეხა ის ბავშვი ვიღაცას ატანს, ის მიირთმევს ყველაფერს და მეორე ბოდიში და ნერწყვებს ყლავ. რა გახდა მეთი ამ სკოლებში უფასო ის რომ იყოს კვება ვაჭე, ვერ გავიგე რა არის ამნაირი მართლა ამოქმედეთ ის რომ სკოლებში იყოს უფასო კვება, რომ ბავშვები მითი მშიერი თვალებით არ იყურებოდნენ. თქვენ უნამუსოებო, თქვენა როგორ წერთ ასეთ რაღაცეებს რომ საქართველოში იცით აი ზოგჯერ გამიგია რომ აბა გაჭირვება რომ იყოსო ამდენი რესტორნებიო სავსე ხო არ იქნებაო შედალოცილო ეს თბილისი არის თავკომბალა მთელი საქართველო ერთი და იგივე ხალხი დადის ამ რესტორნებში რა თქვენ აი ხა ჩვენ რო გვიყურებ ბოლოს როდის იყავით ამ რესტორნებში მაინტერესებს ბოლოს როდის იყავით მისცემთ თქვენ თავს უფლე ერთი დაბადების დღეს თუ გადაიხდის ვიღაცა და რაღაცა იმ ახალ წელს თუ წავა ვინ მისცემთ თავისუფლებას და ამით აი გამოტენილია რესტორნები 2-3% გულაობს რა და ეს 2-3% არის საკმაოდ დიდი რიცხვია და ის უცხოელები არიან კიდე აი გაგაკიჟებენ ესე იგი ეს ვინ არის რა ხალხი გაიზარდა საიდან არიან არ ვიცი აი ხა 1000 ლარი რო გაქვს ხელფასი 5 ლარი რო ერთი ნაჭერი იზღირს ხაჭა მე კომუნალური გადასახადები აიღე ხო კომუნალური გადასახადები ერთი 500 ლარი ხო უნდა გადაიხადო ხო ტრანსპორტი ხო გინა ერთი 200-300 ლარი არა ეგ შენი ბოდიში და 700-800 ლარი შეუნამუსო ირაკლი ვინც ამას წერს შეუნამუსო შენა მაინტერესებს ეხლა როგორ შეიძლება ეხლა შენ აი აქ რო იწერები ამას რომ საქართველოში გაჭირვება არ არისო და ესეთი ირაკლები რამდენი არის კიდე რა რა უბედურება ესა რა ხალხი არის რა საიდან იშვით ასეთები რა ესე იგი ოღონდ თვითონ კარგად იცხოვრონ სხვა ფეხებზე კიდიათ რა ესეთი აი ეს არის კიდე კუპონივით არის შეხვალ ისე დახარჯა 200 ლარი ჩვენ ზიგზნობ ვერაფერი საერთოდ რა აი ეს არის იმის შედეგი რასაც ეღამის არა ყველაზე უფრო აი ესეთი გულგრილი დამოკიდებულებით თვითონ არიან გაღორებულები ჭამენ ხლიპავენ და გონიათ რომ ეს ხალხიც ეგრე არის რა გონიათ რომ ეს ხალხი ახლა სტალინი იმიტომ ატარებდა იმ რეფორმებს რომ აღეკვეთა ის ადამიანური ასე ვთქვათ მისწრაფებები და ის ცოდვები ასე ვთქვათ რაც ნებისმიერს აქვს როდესაც ნებისმიერს ჩინონის გულისხმობ რომელიც ივიწყებს ხალხს და ცილდება იმ ასე ვთქვათ ხალხისგან მიდის და ავიწყდება ყველაფერი, ხო? და ამიტომ უნდა გატარდეს კონკრეტული რეფორმები და ამისათვის საჭირო არის კიდევ ვიმეორებ, რომ საგარეო კურსის შეცვლა, რომელიც საგარეო კურსი პირდაპირ მოქმედებს საშინაო კურსზე, ხო? და იცვლება სისტემა ქვეყანაში. სტრუქტურები იცვლება, მიდგომა იცვლება კონკრეტული საკითხის მიმართ და იქ აღარა მე ვგულისხმობ სოციალურ სამართლიანობას, ხო? უნდა იყოს თანასწორი ასე ვთქვათ, ყველას უნდა კონდეს საშუალება, კონდეს სამსახური, კონდეს ნორმალური შემოსავალი და აქედან გამომდინარე ცხოვრების დონეც უნდა იყოს შესაბამისი. მე ხლა იმ კიდე ერთი მეორე მაგალითს მოიყვანენ ეს რესტორნებში რატოა ხალხი და მეორე ამდენი მანქანა რატო არის. ამდენი მანქანა იმიტოა ნახევარი ტაქსაობს და ეს თბილისშია თავმოყრილი მთელი საქართველო. გადით რაიონებში კაცშვილი არ ცხოვრობს. სოფლები არის დაცარიელებული და თბილისით რო საზღვრავთ მარტო და ამდენი მანქანა არ არის ფუფუნების საგანი კიდე დღეს საქართველოში რა მანქანა რო ყავს ადამიანს ეს არ ნიშნავს რომ კარგად ცხოვრობ დღეს მინდა აი სხვა თემებსაც შევეხო ესე იგი დაიწყეს ესე იგი დღეს თარგამაძე იქნა ასევე გიორგი თარგამაძე დაპატიმრებული ნაციონალების თემას შევეხოთ მე ხა რაც ბოდიში რაღაცა არ მოგწონს ის მას ვლაპარაკობ მაგრამ ერთი უდაოა რომ ხელისუფლებამ ნამდვილად სწორი ნაბიჯები გადადგა, როდესაც ეს ადამიანები ციხეში გაუშვა. მაგ საუბარი ნაციონალებზე. იმიტომ რომ ეხა ზოგი იტყვის რომ თვითონ კი ბატონო თვითონაც ხელი შეუწყეს არ მივიდნენ, მაგრამ ეხლა გახარია რო ყოფილიყო და კვირიკაშვილი კანონს გააუქმებდა, სხვაგვარად ფორმულირებას მისცემდა და იტყოდა რომ აღარ დავიჭიროთ ეს ხალხიო. დიახაც უნდა დავიჭიროთ და პირიქით ახალი ბრალიც უნდა წაუყენონ. აი ეს კაცი რომ გამობძანდა, სულის ამოხთით რომ გვემუქრებოდა ეს თარგამაძე. აი ეს კაცი 8 თვე კი არა, ეს კაცი უნდა იჯდეს 8 წელი. ადამიანმა გახსოვთ ალბათ თელ საქართველოს როგორი შეურაცხყოფა მიაყენა, როდესაც ყველას გვეუბნებოდა რომ სულს ამოხთითო, სულს ამოხთითო.
ჩემი აზრით უფრო მალე ვიდრე მეგონა მეც აქამდე. ახალგაზრდები ვიყავ დაკავებული ამდენი და ესეთ იმებს ვადებს ვიჟიან და ამ შემდეგ რომლებიც არ არიან ხო საერთოდ პოლიტიკოსების სხვადასხვა პროფესიის ხალხია და სამოქალაქო პროცესს გამოხატავდნენ. რა თქმა უნდა ველოდებით რომ პოლიტიკოსებზეც ესე იქნება, მაგრამ ჩემი აზრით სწორედ სამოქალაქო პროტესტმა ეხლა კიდევ უფრო უნდა აკრიფოს ასე ვთქვათ ისევ ესე სამოქალაქო მტკიცე პროცესით უნდა გადავიდოს დასრულდა. ჩემი ეჭვი გამოვთქვი რომ რუსების ინტერესი არის ეს და მაგ უფლება რომ ეგრე მჯეროდეს. კოდექსის 350 წელი რაც გულისხმობს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერების შეუწყვილად ხოდარ. ეს გაწია ეს კითხვის გადამოვა საქართველოს გაიმარჯვებს. ბატონგივი ოცნებამ პუტინის ოცნება ასრულა? ეგ პუტინი და ეს რუსეთი ხო ყველგან ელანდება ამ თარგამაძეს და ყველაზე საოცარი რა არის იცი მამამისი გამოვიდა საერთოდ ეხლა აი ნათქვამია რომ წაქცეულს არ ურტყამენო და მე ეხლა ყველა პატიმარს თანაუგზნობ და არც ერთს არ უნდა ჩაწიხლო, მაგრამ მე მოღალატეებს და სამშობლოს გამყიდველები ამ რანგში არ შეიძლება დადგეს. ეხლა თანაგზნობა ნამდვილად არ მექნება იმ კაცის მიმართ, რომელიც გამოდიოდა 7 ნოემბერს და სულს ამოხდითო გვეუბნებოდა. მე ვერ მექნება ამ კაცის თანაგზნობა. და გამოვიდა ეს მამამისი და ერთი ხომ მაინც გავზარდე ვებხვებთან მეომარიაო. ესე იგი თურმე ეს თარგამაძე ვებხვებთან მეომარი გაზარდა, რომელთან იბომა ერთი და რა გაუკეთა ქვეყანა. ოკუპანტი ქვეყანა ომის დამნაშავედ გამოაცხადა. შესაბამისად, გივი თარგამაძის ოჯახის წევრები და მეგობრები ფიქრობენ, რომ სწორედ რუსეთის დაკვეთა იყო, რომ საპყრობილეში აღმოჩენილიყო გივი თარგამაძე. ყველაფერი ნათლად ჩანს, და მაინც ბევრი სათქმელი არაფერი არ არის. მე შემიძლია ვთქვა, რომ ერთი შვილ მაინც გავზარდე ვებხებთან მეომარია. დანარჩენი ყველაფერი იქნება, ჩვენ გავიმარჯვებთ. პუტინის ოცნება ასრულა ქართულმა ოცნებამ. რა თქმა უნდა, დიდი ხანია ამას აპირებდა, მაგრამ იმის გამო რომ ევროპა, იმის გამო რომ აქამდე არ გამოსდიოდა და ეხლა ეს გამოსდიოდა და აფეთქეს ერთხელ მეორედ. რუსეთს დიდი ხანია უნდათ გადაცემა, მაგრამ კონსტიტუცია არ აძლევთ მაგის საშუალებას და ვერ გადასცეს. ეს კონსტიტუცია ჯერჯერობით კიდევ არის თუ არ ვიცი რა სიზამენ და ისე ხო შეიძლება ჩამოიყვანონ რუსები. აქ აყავთ რა ჩამოყვანა უნდათ, აქ არიან. ბევრი ხიფათი გადაიტანა. ბევრჯერ აი იმაში ყირგიზეთში ბებზე გადარჩა სიკვდილს. უკრაინაშიაც ჰქონდა პრობლემები, ყველგან ხიფათიანი კაცი. მაგრამ არ ატყდება. არც გატყდება. იშვიათად მინახავს გივისნაირი შეწირული ეროვნული იდეას ადამიანი, უამრავ რისკზე წამსვლელი. რა ეროვნული იდეა შეეწირა ეს კაცი, რა გაუკეთა ამ ქვეყანას ერთი მითხარით ხა. ეხლა ელენე ხოშტარიამ დაიწყო შიმშილობა კიდე რუსთაველზე. ეხლა იწყებენ ახალ ტალღას არეულობისთვის რა. ესეც დასავლეთ იქ სომხეთში დაიწყო არეულობა, აქ ეხლა აწყობენ ასევე არეულობა. ანუ დასავლეთი ცდილობს რომ გააქტიუროს, ესე იგი მაიდანის და სახელმწიფო გადატრიალების ახალი ტალღა აგოროს. ჩვენ კარგად გვახსოვს 2019 წლიდან, როდესაც დაიწყო დასავლეთმა ეს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა და მე მაშინ კარგად ასე თქო ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდი რაც ხდებოდა. შემდეგ უკვე 2023 წელს, როდესაც პირველად მოლოტოვის კოქტეილი იყო გამოყენებული სამართალდაცავების წინააღმდეგ და ისიც კარგად მახსოვს 2007 წელს 7 ნოემბერს, როდესაც საპროტესტო აქციის მონაწილე ვარ, მათ შორის მეც და ძალიან კარგად მახსოვს სააკაშვილის რეჟიმი, სისხლიანი რეჟიმი რა რეპრესიებს ატარებდა და როდესაც ვხედავ რომ ესე ვთქვათ
უფლის წყალობით მოიშორეთ ის სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი და დღეს უკვე როდესაც ვხედავთ რომ ასე ვთქვათ აი საგამოძიებო კომისიის მიზანი რაც არის რომ ესე იგი აიგრძალოს აი ეს რადიკალური ოპოზიცია, ეგრეთ წოდებული ოპოზიცია, რომელიც პირდაპირ დავალებით მოქმედებს დასავლეთიდან და აწყობს ახალ მაიდანს საქართველოში. უნდათ გაიმეორონ ის, რაც უკრაინაში გაიმეორეს და შემდეგ უკვე ქვეყანა გაახვიეს ცეცხლში, ხო? დააპირისპირეს რუსეთთან. ზუსტად აი ამის აი სცენარი უნდათ რომ აამოქმედონ და მათი ადგილი არის იქ, სადაც ისინი დღეს იმყოფებიან, ხო? იზოლირებული უნდა იყვნენ საზოგადოებისგან, არავით არ ან ჩვენებში მონაწილეობის უფლება არ უნდა კონდეთ და უნდა დაისაჯონ სამაგალითოდ. და ყველა ვინც ასე ვთქვათ მაშინ ხო ქართველი ხალხს ებრძოდა, ყველა უნდა დაისაჯოს სამაგალითოდ და ამის ძალიან დიდი იმედი გვაქვს, აქეთკენ მიდის როგორც ხედავთ ყველაფერი და მე მინდა ასევე განვაცხადო რომ ამის შემდეგ ჩვენ კარგად უნდა გავიაზროთ და ასევე ქართული ხალხის ინტერესი არის და მოთხოვნა არის რომ ესე იგი საკონსტიტუციო დონეზე მოიხსნას ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მუხლები. ნუ გასაგები არის რომ დღეს არ არის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის ასე ვთქვათ შესაძლებლობა რომ შეიკრიბოს, მაგრამ ეს საკითხი უნდა განიხილებოდეს აქტიურად. მით უმეტეს რომ იგივე დასავლეთის მხრიდან მათ შორის ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის კელოგის მხრიდან იყო გაჟღერებული რომ არც უკრაინა, არც საქართველო და არც მოლდოვა არ იქნება არასოდეს ნატოს წევრი ქვეყნები, ხო და ჩვენც ასე ვთქვათ ხელისუფლებამაც ეს უნდა ეს სიგნალები წაიკითხოს, ეს გზავნილები მოისმინოს და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები და ეთერებში უნდა იყოს გახსნილი ეს დისკუსია და განიხილებოდეს საკითხი რომ ნატოს და ევროკავშირის ინტეგრაციის საკითხები უნდა ამოღებული იქნას კონსტიტუციიდან. ეს აუცილებელია. და ეხლა რა არიცით აი ერთი თემაა კიდე რომ ეს უნდა იყოს საკმაოდ ესეთი დაუნდობელი ბრძოლა ამ ნაცების წინააღმდეგ. აი ხა ლატვიის, ნორვეგიის და სხვათა საგარეო უწყებები აცხადებენ რეპრესიები დაიწყო ქვეყანამ. აი ფაქტია რომ ეხლა უკვე ნაკე ტურისტული სეზონი დგება თუ არა იმ წუთასვე მაშინვე იწყებენ არეულობას რომ საქართველოში არავინ არ ჩამოვიდეს. ერთადერთი ტურიზმი ცხოვრობს ეს ქვეყანა. და ეხლა რატო უნდა იყოს რუსთაველი გადაკეტილი ამ 30 კაცის გამო? ეხლა 29-ში აწყობენ აქციას კიდე. დღეს ამაზე ამ საკითხებზე გამოვიდა პრემიერი კობახიძე, ჩვენ მოусმინოთ მის განცხადებას, ძალიან საყურადღებო განცხადებები გაკეთდა. ვიღაცამ ჩათვალა რომ უცხოელს შეეძლო გარედან დაეწერა ჩვენთვის კანონები. და მე მახსოვს სულ რაღაც 2-3 წლის წინ როგორ ისხდნენ უცხოელები, მათ შორის დიპლომატები, რომლებსაც არავითარი შეხება არ შეიძლება ჰქონდეთ კანონმდებლობასთან და კანონშემოქმედებასთან, პირდაპირ მაგიდის გარშემო ისხდნენ და ჩვენთან ერთად და ხშირად ჩვენი გვერდისავლის წერდნენ ხოლმე კანონებს და თავს გვახვევდნენ კანონებს. ვიღაცამ ჩათვალა რომ სახელმწიფო იყო დასწრებული და შეიძლებოდა ასე მოქცეოდნენ ქართულ სახელმწიფოს. ასევე მე მახსოვს როგორ კარნახობდნენ გარედან ვინ უნდა დარჩენილიყო მაგალითად ჩინეთის საქმეთა მინისტრად და ვინ არა. ასეთი ფაქტებიც იყო გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ჩათვალეს რომ სახელმწიფო დაასუსტეს და ასე უხეშად შეიძლებოდა მოქცეოდნენ. ჩათვალეს რომ შეიძლებოდა შეურაცხყოფა მიეყენებინათ პოლიციელისთვის, ხელი გაერტყათ პოლიციელისთვის და ეს უნდა ყოფილიყო მისაღები მოვლენა. რატომღაც ასე ჩათვალეს რომ სახელმწიფო იყო დასუსტებული და მას არ იქნებოდა ამაზე რეაგირების შეასრულება. ჩათვალეს რომ ვიღაცას შეიძლებოდა არ ეღიარებინა საპარლამენტო არჩევნების შედეგები, პარლამენტი არ შემოსულიყო ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში და ამის საფუძველზე ჩვენ უნდა დაგვიწყო მოლაპარაკებები და ხელი უნდა მოგვეწერა თავსმოხეულ ანტიკონსტიტუციურ შეთანხმებაზე. ჩათვალეს რომ დასუსტებული იყო სახელმწიფო და ასე შეიძლებოდა მოქცეოდნენ ჩვენს სახელმწიფოს. ასე ვიღაცებმა ჩათვალეს რომ როდესაც იყო ასაშენებელი მაგალითად ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰიდროელექტროსადგური, ვიღაცები შეიძლება გამოსულიყვნენ და არ დაეშვათ ეს ყველაფერი. ჩათვალეს რომ სახელმწიფო არ იყო საკმარისად ძლიერი ამისათვის. ვიღაცამ ჩათვალა რომ შეეძლო ფული მოეპარა. ჩათვალა რომ არ იყო სახელმწიფო საკმარისად ძლიერი იმისათვის რომ ამაზე რეაგირება
მოეხდინა ვიღაც ნარკოტიკს ყიდდა და ახალგაზრდებს სამლავდა და ამ შემდეგ. ეს ჩამონათვალი არის საკმაოდ ვრცელი. ვიღაცებმა, არასწორმა ადამიანებმა, უცხოელებმა, ქართველებმა მიიჩნიეს, რომ გარერყევების საფუძველზე ქვეყანა სახელმწიფო იყო დასუსტებული და სახელმწიფოს შეიძლება დაპირისპირებოდნენ. ჩვენ დღეს გვაქვს სრულიად ახალი რეალობა. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებთ თვითნებობას და ძალადობას ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, არც ქვეყნის გარედან და არც ქვეყნის შიგნიდან. დიახ, ჩვენ არ უნდა დაუშვათ ეს და ამაში ყველა ერთნი ვართ და ხელისუფლებამ იცით უნდა გადამჭრელი ზომები უნდა გაატაროს ამ მიმართულებით და ბოლო აი იცით რა არის დავიღალეთ უკვე ამათი აი ყურებით რუსთაველზე ქართველის გარდა კაცო უცხოელმაც ხომ უნდა გაიაროს და აღარ შეიძლება ეს რუსთაველის პროსპექტი რომელიც სავიზიტო ბარათია ჩვენი ქვეყნისა გახდა აი ამ ბოდიში და მოღალატეების თავშესაფრად უკვე რა ბოდიში და ყარს ყველაფერი იქ ანტისანიტარიაა და რა ვიცი კატასტროფული სიტუაცია არის და ამიტომ მე მგონი რომ ამ კუთხით ნაბიჯები უნდა გადავდგათ და ერთხელ და სამუდამოდ ეხა ბელორუსშიც იბრძოდნენ და დღეს სიმშვიდე მოენატრა ქართულ ხალხს რა როდემდე უნდა უყუროთ ამ ყველაფერს ნაცებს ჩვენ გამოუტანეთ განაჩენი 2012 წელს უკვე გამაღიზიანებელია ხალხისათვის ამ ნაცებზე საუბარი რა დავამთავროთ გასაგებია რომ დასავლეთი უჭერს ხარ არ მივცეთ უფლება ქუჩის გადაკეტვის არ მივცეთ უფლება იმისი და დამთავრდება ეს ყველაფერი ხო რა თქმა უნდა, ეს უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯი და ერთხელ და სამუდამოდ დაესვას წერტილი ამ ვაკხანალიას. რა ეხლა 30 კაცი გამოვა რუსთაველზე და ცენტრალურ მაგისტრალს კეტავს რაღაც 30 მარგინალი, ხო? ეს არ დაუშვებელი არის და ეს არის სახელმწიფო სტრუქტურების მიერ დიდი სამუშაო უნდა გატარდეს და მსგავსი რაღაც იყოს აღკვეთილი, ხო? ნაცები იქნებიან, მათი სატელიტები იქნებიან თუ სხვები, ვინც გამოდის სახელმწიფოს წინააღმდეგ, აორგანიზებს სახელმწიფო გადატრიალებას, ის უნდა იყოს დასჯილი და საზოგადოებიდან იზოლირებული, ხო? კარგი, დიდი მადლობა ბატონი გიორგი რემაძე, იყო ჩვენი სტუმარი, პოლიტსაბჭოს წევრი პარტია სოლიდარობა მშვიდობისათვის და ჩვენ ამით დაგემშვიდობებით ძვირფასო ტელემაყურებლებოდ და დღის შეჯამება ორშაბათს დაგიბრუნდებათ, კარგად მცანდებოდეთ.